გამარჯობათ, ეს არის გადაცემა მოდა ონლაინ. მე ნატა ვარ. მე არ ვარ დიზაინერი, სტილისტი ან მოდის კრიტიკოსი. მე უბრალოდ ვარ ახალგაზრდა, რომელსაც უყვარს ჩაცმა და ინტერნეტში ძრომეალი. ამიტომ მე თქვენთვის მოვძებნი ყველაზე მოდურ ნივთებს და შევესწრები მათგან თქვენთვის ყველაზე მოსაწონი შეგარჩევინოთ და რაც მთავარია, ყიდვაში დაგეხმაროთ. მოკლედ რომ თქვა, თქვენ შოპინგობთ და მე თქვენი საუკეთესო მეგობარი ვარ. დავიწყოთ ჯინსით. ჯინსი უნივერსალურია. ნებისმიერი ასაკის ქალის გარდერობში უნდა იყოს რამოდენიმე, ან ერთი ჯინსი მაინც. ჯინს როგორც პატარა შავკაბას ქალისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იცვლება მოდა, ტენდენციები, ჯინსის სათავის სიმაღლე, სიგრძე, ფორმა, მაგრამ არ იცვლება მთავარი. ჯინსი რჩება ყველასთვის საყვარელ სამოსად, რომელიც შეგიძლიათ ჩაიცვათ წვეულებაზე, პარკში, კინოში და ყველგან კომფორტულად და რაც მთავარია, ლამაზად გამოიყურებოდეთ. იმისთვის რომ გავიგოთ, როგორი მოდელის ჯინსი ამ სეზონზე ყველაზე აქტუალური არ არის აუცილებელი სტილისტებთან სირბილი. მოდი მსოფლიო ვარსკვლავებს მივმართოთ და ვნახოთ მათ რა აცვიათ. ვარსკვლავებმა ხომ ძალიან ბევრი ეტაპი გაიარეს, ვიდრე საკუთარ არჩევანს რაიმე ერთ ნივთზე შეაჩერებდნენ. ძალიან ბევრი იფიქრეს, გაითვალისწინეს ან არ გაითვალისწინეს პირადი სტილისტის რჩევები და ყველაფერი ამის შემდეგ წარდგნენ საზოგადოების წინაშე. თუ ვარსკვლავების გადაწყვეტილებას გავითვალისწინებთ, ამ სეზონზე მოდაშია ვიწრო მაღალწელიანი ჯინსი და რადგან ახლა ზამთარია, პრიორიტეტული მუქი ფერის ჯინსია. მე შევარჩიე ჩემი საყვარელი ვარსკვლავები, რომლების ტანსაცმელში არც თუ ისე ცოტა ფულს ხარჯავენ. მაგრამ არ არის აუცილებელი ჩვენც იგივე თანხა დავხარჯოთ. ამაში ახლავე დარწმუნდებით. კრისტენ სტიუარტის ჯინსი მუქი ფერის არის და იდეალური სათავე აქვს. ამ მოდელის ჯინსი ნებისმიერი სიმაღლის ადამიანს მოუხდება. დააკვირდით ფორმას, არ არის ძალიან მოტკეცილი და ლამაზად მიყვება ტანს. ეს ჯეიმს ჯინსი ონლაინ მაღაზიაში $151 ღირს. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მსგავსი ჯინსი ბევრად ნაკლებ ფასად შეიძინოთ. აღმოვაჩინე, რომ ამ ონლაინ მაღაზიაში მსგავსი ჯინსი $10 ღირს. სარა ჯესიკა პარკერი ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ვარსკვლავად ითვლება და ამიტომ ვფიქრობ, მისი აზრი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მას ერთი და იგივე მოდელის სხვადასხვა ფერის ჯინსი აცვია. ლურჯი ჯინსი კლასიკაა და ყველა ფერის მაისურს და პიჯაკს უხდება. ასევე კარგად გამოიყურება ესეთი ჯინსი ნებისმიერი სტილის ფეხსაცმელთან. ეს ჰადსონის ჯინსი ონლაინ მაღაზიაში $370 ღირს. თუმცა თქვენ მსგავსი მოდელის შეძენა $55 შეგიძლიათ. ბიონსეს არასტანდარტული ფორმები აქვს, მაგრამ მასაც ძალიან უხდება ჯინსი. მისი არჩევანიც კლასიკურია, ჯინსი ვიწრო, ცისფერი და ოდნავ გაქექილია. ამ ჯინსის ყიდვა $219 შეგიძლიათ. ან შეგიძლიათ ამ თანხის მხოლოდ ნახევარი დახარჯოთ და აი ეს ძალიან ლამაზი ჯინსი შეიძინოთ, რომელიც ფაქტიურად ბიონსეს ჯინსის ანალოგია. ზომების არჩევის ნუ შეგეშინდებათ, რადგან ყველა საიტს, რომელსაც მე გაჩვენებთ, აქვს ზომების სარჩევი, სადაც ყველა ქვეყნის ზომის სტანდარტია ჩამოთვლილი. მაგრამ თუ სასურველი ზომა მაინც ვერ შეარჩიეთ, შეგიძლიათ მომხმარებელთა შეფასებები ნახოთ, სადაც სწორედ იმ ნივთზეა კომენტარი, რომელსაც თქვენ ირჩევთ. სულ ეს არის, რაც ჯინსზე მინდოდა მეთქვა. გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა, გაამდიდრეთ თქვენი გარდერობი, დაზოგეთ ფული და დაზოგელი ფულით კიდევ უფრო გაამდიდრებთ თქვენს გარდერობს. მეც აღარაფერს დავამატებ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მე ნატა ვარ და მომავალი კვირისთვისაც შევეცდები თქვენთვის ყველაზე მოდური ნივთები შევარჩიო და მათ შეძენაში დაგეხმაროთ. ნახვამდის.